იქით რა მაინტერესებს მე ძირითადად მუშაობ ხოლმე კარმულ ასპექტებზე. ჩემი ყველაზე საყვარელი და საინტერესო თემა არის იუნგისეულ ჭრtildeზე, ჭრtilis ინტეგრაციაზე, სელენა ლილიძე ჩემი ენაზე რო ვთქვათ და აი თქვენთან როგორ არის ეს პოლარობები შიდა და იუნგის ჭრtili და ჩემი დაუშვათ გაბრაზებული ბავშვი. იგივე არის ხო თქვენ მაგიტომ მაგას გეუბნები რომ ჯამში ეს არის ჩემი ბნელი დაფარული მხარე რომელსაც გაურბივარ რომელთანაც არ შევალ კონტაქტში ახლა იქ რომ თვალებს დავხუჭავ და შემში წარმოვიდგენ ვიღაცამ შეიძლება შეშინებული ბავშვი დაინახოს და ვიღაცამ ურჩხული დაინახოს ხო ან რაღაც სხვა რა მეტაფორაში გადის twini ეს ბევრ რაღაცაზეა დაუშვათ ხო კულტურალურ ამბავზეა მითოლოგიაზეა რომელიც ადამიანი გაიზარდა ოჯახზეა ყველა ძალიან ინდივიდუალური აქვს როგორც წესი მაგრამ ჯამში არში ეს არის ჭრილი ჯამში არში არის შენთვის დაუშვათ რა ვიცი ლილიტის ასპექტი ხო და მე თქვენთან რაც ეს ლილიტი მინახავს ეს პატარა ბავშვი იყო ტრამვირებული ბავშვი ძალიან კარგი მაგალითად ქრისტეს უკანასკნელი სტუნება თუ გახსოვს იქაც ეშმაკი ეს არის პატარა გოგო, პატარა ბავშვი, ძალიან მიმზიდველი და ესეთი მაცდული. იქეთ სიმბოლოც მოდის ხოლმე ხანდახან. ხო, ნუ შავთარის სიმბოლოც ეგ არის. ანუ ამ ხელოვნებაში ძალიან ხშირად ეს მაცდული მაინც რქებიანი არ არის და გაბრაზებული არ საშინელი. ნუ პირიქით ახლა ჩვენთან ასტროლოგიაში კარგად რო გგონია, მაგ დროს დაგარტყამს რა და შოკი არის ხოლმე, მე იმდენად აბსოლუტურად სხვა რაღაც ხდება. თუმცა მაინც მე რასაც ხედავ ხოლმე, ეს არის ძალიან ღრმა ტრამვირებული შინაგანი. ხო, რა თქმა უნდა, ოღონდ ახლა მოდი ესე ვთქვათ, ერთი მეორეს არაფრით არ უშლის, ერთ მეორეს ავსებს. როცა რაღაცა პრობლემას მიყვები, იქ ძალიან ბევრი, ასე ვთქვათ, დონე შეგიძლია გაიარო. შეიძლება იყოს ეს ბიოგრაფიული დონე, მაგალითად ბავშვობაში ყავდა ესეთი ტოქსიკური დედა, მე თვითონ გახდა რაღაცა. ხო, იქ შეიძლება აღმოაჩინო, რომ სამშობლო ტრამაც ჰქონდა მაგალითად. მე არქეტიპებში იქ შეიძლება აღმოაჩინო, რომ წინა ცხოვრებაში, რა ვიცი, ჯალათი იყო და ვიღაცებს და მე კიდე აღმოაჩინო, რომ დაუშვათ არქეტიპში მოდი. სულ გადიხარ ხა? ერთი და იგივე ასპექტის სხვადასხვა, ასე ვთქვათ, სიმბოლოში მოდის, მაგრამ არსი არის ერთი, ყველგან არის. და მე გადიხარ რაღაცა პირობითად რაღაცა ბოროტების კოლექტიურ სიმბოლოზე, ხო? ლილიტია თუ ბევრია იქ თელეგიონი. ხო, ხა ასტროლოგიაშიც არქეტიპი ლილიტის ის ბოროტება. ხო, ხა ასტროლოგია, მოდი ესე ვთქვათ, ჩვენ მე ცოტა სხვანაირად უყურებ ამას. ნებისმიერი ასტროლოგიური სიმბოლო ეს არის არქეტიპი. ანუ თავიდან